ისლამ გილოცავ, ზედიზედ მე-17 გამარჯვება მოიპოვე. მასთალია რთული ბრძოლა იყო. მაგრამ რას გრძნობ ახლა, როცა ისეთი რამ გააკეთე, რაც ჩვენი სპორტის ისტორიაში ჯერ არავის გაუკეთებია. ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა. მასლაც მძიმე და კარგი ბრძოლა გამოდგა. ძლიერი მეტოქე მყავდა. ახლა ანდერსონ სილვას რეკორდი აღარ არსებობს. ახლა ისლამის ჯერია. ეს ძალიან მომწონს. ამ ბრძოლაში ყველაზე მეტად რამ გაგაოცა მისმა თავდაცვამ ტეიქდაუნებისგან, დგომში დარტყმებმა თუ საერთოდ რამე სხვამ. იანი ძლიერი მეტოქია, ძალიან რთულია იმის წინააღმდეგ ბრძოლა, ვინც უბრალოდ დგას და ელოდება. ის უბრალოდ ელოდებოდა. ასეთ მეტოქესთან შთამბეჭდავის სანახაობის ჩვენება ძალიან ძნელია. უბრალოდ იდგა, ხედავდი მის ფეხს და წაქცევას ვცდილობდი. კარგი დაცვა აქვს, მაგრამ როგორც ვთქვი, ასეთ კაცთან ლამაზე ჩხუბის ჩვენება ჭირს. პირველი ორი რაუნდი აშკარად მოიგე, თუმცა ორმამ საჯმა მესამე და მეოთხე რაუნდი მას მისცა. ასე რომ მეხუთე რაუნდის წინ ანგარიში ძალიან თანაბარი იყო. იგრძენი რომ ბოლო წუთებში აუცილებლად უნდა წაგექცია და ბრძოლა დამაჯერებლად დაგესრულებინა. რა თქმა უნდა, ზოგმა მსაჯმა მესამე ან მეოთხე რაუნდი მას მისცა, თუმცა მე ვგრძნობდი რომ ბოლო რაუნდამდე სამი რაუნდი მაინც მოგებული მქონდა. ხაბიბმა და ჩემმა კუთხემ მითხრეს რომ ბოლო რაუნდი აუცილებლად უნდა მომეკო. მეხუთე რაუნდში ვგრძნობდი რომ შემეძლო წაქცევა და რაღაცის გაკეთება. რადგან მესამე და მეოთხე რაუნდები არ ყოფილა ისეთი გამანადგურებელი, ენერგია მქონდა რომ ბრძოლის ბოლოს კარგი სანახაობა მეჩვენებინა. მეორე რაუნდში თავში ფეხის დარტყმით დააგდე. იმ მომენტში ვფიქრე რომ ბრძოლის იქვე დასრულება შეძლებდი. დიახ, მედიასთანაც ვთქვი. უბრალოდ გაუმართლა რომ გრძელი ფეხი არ მაქვს მეთქი. მხოლოდ ჰიტები წამოვდე და მაინც კარგი დარტყმა გამოვიდა. ამის შემდეგ რამოდენიმე დარტყმის გატარება და დაფინიშება ვცადე. ემოციები ვერ ვაკონტროლე და ცოტაღა დამაკლდა რომ გამეთიშა. ფიზიკურად როგორ გრძნობ თავს ბრძოლის შემდეგ? ცოტა დაჟაჟილობა კი გეტყობა, მაგრამ ვიცი რომ ამ ბრძოლიდან უნებელი გამოსვლა და რინგზე სწრაფად დაბრუნება გსურდა. დიახ, საკმაოდ დამაზიანა. მეოთხე რაუნდის ბოლოს, როცა სლემი გაუკეთე, თავი ძალიან ძლიერად ჩამართვა. იგრძნობოდა ეს მომენტი. ბრძოლის აზარში ვიყავი და ვერც კი გავიაზრე, ცხვირიდან სისხლი ოდის ამომივიდა. ეს რომ დავინახე, ეგრევე ვიფიქრე, ცხვირი ხომ არ გამიტყნა მეთქი. მასლა ძლიერი თავის ჩათმა იყო, მაგრამ არა უშავს. მძიმე ბრძოლა განვითარებაში გეხმარება და ვგრძნობ, რომ დავიხვეწე. ჯერ კიდევ მჭირდება წონის მომატება, რომ უფრო დიდი და ძლიერი გავხდე. დრო მაქვს. ამ ბრძოლამ მეც და ყველასაც დაანახა, რომ მნიშვნელობა არ აქვს ამდენად მძიმე ბრძოლა იქნება. იოლი იქნება თუ რთული. პირველივე წუთიდან ბოლო წამამდე ომში მივდივარ და ყოველ წამს ვიბრძოლებ. რა გითხრა ხაბიბმა ბრძოლის შემდეგ და რას ნიშნავს შენთვის ხაბიბისთვის, უმარისა და უსმანისთვის ეს მიასე საიუბილეო გამარჯვება MMA-ში. ჩვენ ამაზე ბევრს არ ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ვართ. შემდეგ კვირებში ჩვენი გუნდის 3 წევრი მაიამიში ჩხუბობს. უმარი შანხაიში იბრძოლებს. დარბაზში სავსე ვართ მკვლელებით, რომლებიც ჩვენს ბრძოლებსა და კარიერას უყურებენ და ყოველდღე ვარჯიშობენ. აბდულ მანაპის მემკვიდრეობა გრძელდება და იზრდება. ჩვენი დარბაზებიდან კიდევ უამრავი მებრძოლი წამოვა. სულ ბოლო კითხვა ჩემგან. კულისებში გავრცელდა ვიდეოსა და სკალოს პრატესი და მაიკლ მორალეში კამათობენ, თუ ვის უნდა შეხვდეს სატიტულო შანსი შენს წინააღმდეგ. ორივეს სურს ეს და ორივეს მიაჩნია რომ იმსახურებს. შენ რას ფიქრობ? არ ვიცი ვის ავირჩევდი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. იქნებ ერთმანეთს ეჩხუბონ. რატომ არ ეჩხუბეს ამ ხაზზე რომ გამოვლინდეს ნომერ პირველი პრეტენდენტი? მაგრამ პრობლემა არ არის. მიხარია რომ ამ დივიზიონში რეალური პრეტენდენტები ყავს. ეს ბიჭები მორალესი, პრატესი, შავკატი მაიძულებენ ყოველდღე უფრო მაგრად ვივარჯიშო. ხედავ რომ ესენი რეალური მებრძოლები არიან, ვისაც ჩემთვის კარგი ბრძოლის შემოთავაზება შეუძლიათ. თითქოს ყოველ რაუნდებს შორის იანი რაღაცას გეუბნებოდა. ჩახუტებაც ცდილობდა თავზე ხელს გადებდა. მეხუთე რაუნდის დასაწყისში ხელიც კი ჩაგისწყა. დანა ვაითმა თქვა რომ ზულს ეგეთი რამეები და ურჩევნია უბრალოდ ეჩხუბოთ.
მართლა ვერ ხვდები ძმაო, ეს ბრძოლაა. ესეთი რამ არაა, სადაც ყოველ რაუნდში ერთმანეთს უნდა ვეხუტებოდეთ. ეს ომია, აქ ერთმანეთის სახის დასამტვრებლად შემოვდივართ. ყველა ჩემს მეტოქეს ვცემ პატივს, მაგრამ იანი, არ ვიცი, ის ზედმეტი პატივისცემით გამოირჩეოდა. ბრძოლის შემდეგ რა გითხრა? ისე ჩანდა თითქოს მოვიდა და უბრალოდ მოვიდა და მითხრა: დღეს ყველაზე დიდ მებრძოლთან ვიჩხუბე და დიდ პატივს გცემო. კარგი ბიჭია, ძალიან კეთილია, მაგრამ ეს ომია, გესმის? შეხედე ჩემს სახეს. მე ყველასთან საჩხუბრად მოვდივარ. ეს სახუმარო რამ არაა, ეს ბრძოლაა და არა თამაში. ისლამ ბრძოლის განმავლობაში იანმა რამდენჯერმე მუხში ფეხი ჩაგარტყა და სიტყვებიც გაცვალეთ. რა უთხარი, როცა ეგ დარტყმა მოგახვედ რა? მართალი რო ვთქვა, ეგ დარტყმა ისე გაკეთებაც უდა საერთოდად მაწუხებდა. კემპში ამაზე ბევრი ვიმუშავეთ, რადგან ასე დარტყმას ჩემი დაშავება შეეძლო, მაგრამ ამ ბრძოლაში მისი ფეხის დარტყმების საერთოდ ვერ ვიქრწენი. კორპუსში რამდენჯერმე მომასწრა, არც იმას უტკენია, მაგრამ რამოდენიმე კარგი დარტყმა მაინც გამიტარა. ერთ-ერთი თითი თვალში მომხვდა მეორე რაუნდში. მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ძალიან რთულია იმასთან ჩხუბი, ვინც უბრალოდ დგას და წინ არ მოდის. ისლამ მთელი კვირა ყველა იმას გეკითხებოდა, იყო თუ არა ის შენი ყველაზე რთული მეტოქე. ახლა როცა მასთან გალიაში 5 რაუნდი გაატარე, იყო ის შენი ყველაზე რთული მეტოქე და თუ არა მე რამდენი ადგილზე დააყენებდი? ალბათ ტოპ 3-ში ძმაო, მაგრამ ავსტრალიური ბრძოლა ვოლკანოვსკისთან გიჟური იყო. პირველ ბრძოლაში მაგრად გამიჭირდა. ეგ ტიპი ნამდვილი მხეცია, ყოველ წამს წინ მოდის, არ ჩერდება. მახსოვს, მაშინ ძალიან მძიმე დრო გვქონდა, მთელი არენა მას უჭერდა მხას. დარტყმა რომ წაეცილებინა, არენა მაინც გიждდებოდა. მაგრამ ეს ბრძოლაც რთული იყო, როცა პირველსავე რაუნდში იგებ, ვერ იზრდები. 5 რაუნდი კი წლებს გმატებს. თქვენ ვერ ხვდებით. რადგან როცა ვინმეს პირველივე წამებზე აფინიშებ, ვერ ვითარდები. მაგრამ გალიაში გატარებული წუთები და წამები გამოცდილებას გმატებს. ეს ნომერ პირველი რამაა. ასეთ გამოცდილებას ვესად მიიღებ, გარდა ამ შემთხვევისა, როცა გალიაში მძიმე წუთებს გადიხარ. ისლამ გილოცავ. აღნიშნე, რომ წონის მომატება და ცოტა კუნთის გაზრდა გინდა. შენი აზრით 77 კილოში გაბარიტებმა რამდენად გაათანაბრა ძალები შენსა და შენს მეტოქეებს შორის? სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი. ფიქრობ ამ ბრძოლაში ის ჩემზე ცოტათი, შეიძლება 2 კილოთი მძიმე იყო. ნახევრად საშუალო წონაში ჩემს პირველ ბრძოლაში. იმაზე უფრო ვიყავი ფოკუსირებული, რომ უფრო დიდი ვიყავი, ვიდრე ახლა. ეს ისეთი საკითხია, რაზეც ჯერ კიდევ უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვიმატოთ წონა და გავხდეთ უფრო დიდები. თუმცა, მსუბუქ წონაში დაბრუნება არ მინდა, რადგან როგორც გითხარით, ამ დივიზიონში ჩემს გუნდთან და მეგობრებთან ერთად ყოველ წამს სიამოვნებას ვიღებ. ვისაც წონა არ დაუკლია, ვერასდროს გაიგებს. რა მძიმეა, როცა მაგრად ვარჯიშობ და თან დიეტას იცავ. აი რატომ ვიღებ სიამოვნებას ახლა 77 კილოში ჩხუბით, კემპით, ბრძოლის კვირით და ყველაფრით. ამიტომ დავრჩები ნახევრად საშუალო წონაში და კიდევ დიდხანს ვიბრძოლებ. ამ წონაში უკვე 10 რაუნდი ჩაატარე. ახლა ხან 5 რაუნდი მიამატე. კარიერის უმეტესი ნაწილი მსუბუქ წონაში გაატარე და ახლა როცა ამ წონაში უკვე 10 რაუნდი გაქვს დაგროვილი. როგორ გრძნობ თავს გალიაში მოძრაობისას? რაც გულისხმობ, კიდევ 10 რაუნდი რომ გაქვსო? ანუ 77 კილოში უკვე სრული 10 რაუნდი დააგროვე მეთქი.
დიახ, აქ უფრო ძლიერი და დიდი ტიპები არიან. ყველას პატივისცემა, მაგრამ ახლა ეს ყველაზე ძლიერი დივიზიონია. აი რატომ მიდის ყველა ბრძოლა 5-ვე რაუნდი. ძალიან მძიმე ბიჭები არიან. მადალენა, იანგარი, პრატესი, მორალესი, შავკატი. საიდუმლო არაა, ყველანი ამ სპორტით ცხოვრობს და იცით რომ ახლა UFC-ში ეს ყველაზე რთული დივიზიონია. და ბოლოს ჩემგან გაზაფხულზე თებერვალში რამადანი იწყება. ვიცი რომ ამ დროს ბრძოლის დაგეგმას ერიდები. რამადანის შემდეგ მომდევნო წელს ორჯერ იბრძოლებ. ძმაო, 100%-ით რამადანამდე უნდა ვიბრძოლოთ. ანუ იანვარში გეგმავ? რა თქმა უნდა იანვარში. წლის ბოლოსაც უნდა ვიბრძოლო, თუნდაც ამ წლის ბოლოს. 20 წლის აღარ ვარ, 34 წლის გავხდი და რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიბრძოლო. რადგან წონას ბევრს ადვიკლებ და სერიოზული ტრავმები მაწუხებს. უბრალოდ ცხვირს გადავამოწმებ და ეგაა. ამ ბრძოლამდეც თანახმა ვიყავი თეთრი სახლის ღონისძიებაზე მეჩხუბა. ეს გრძელი ისტორია, თუ რატომ არ ვიბრძოლე იქ. თუმცა ზაფხულის დასაწყისშივე ვთქვი რომ ჩხუბი მინდოდა. ალისაც და ყველას დავურეკე, ჩხუბი მინდა მეთქი, მაგრამ ეს ჩემზე არ იყო დამოკიდებული. და რა არის ეს გრძელი ისტორია? ალიმ დამირეკა და მითხრა: "ჰეი, თეთრ სახლში ილია თოფურიასთან ჩხუბი გინდაო?" უთხარი კი მეთქი, კარგი ფული შემომთავაზეს და სხვა პირობებიას დამიყენებია. მეორე დღეს კი ალი მითხრა რომ არ გამოდისო. არ ვიცი, მისმა მენეჯერმა რაღაც თქვა, ბრძოლა შემოგთავაზეს, გარკვეული თანხა მოვითხოვე და არ მოგწესო. ალიმ ალბათ მთელი ისტორია იცის და გეტყვით, მაგრამ მე უარი არასდროს მithქვამს. მერე ილიამ ლაპარაკი დაიწყო. თითქოს ტრამვირებული ვიყავი ან რაღაც მჭირდა, რაც ტყუილია. მე თანახმა ვიყავი. გამარჯობა და გილოცავ გამარჯვებას. ფიქრობ მთელ ქვეყანას მთელი კვირის კარგი განწყობა აჩუქე. რისთვისაც ყველა სახელი დიდ მადლობას გიხდით. სწორად გავიგე რომ რამადანამდე გინდა ჩხუბი? დიახ, რა თქმა უნდა, 100%-ით რამადანამდე უნდა მოვასწრო. რამადანი თებერვალში იწყება. წინ კიდევ 4 თვე მაინც გვაქვს, ასე რომ აუცილებლად უნდა ვიბრძოლო. პირველი ბრძოლა ვოლკთან მაინც უფრო მძიმე იყო ვიდრე დღევანდელი. სწორად გავიგე ხომ? დიახ, პირველი ბრძოლა ორგანიზმისთვისაც და საერთო მდგომარეობითაც გაცილებით მძიმე იყო. იქ ბევრმა ფაქტორმა ითამაშა როლი. ზამთრიდან ზაფხულში ჩავედით, ტემპერატურის ცვლილება, აკლიმატიზაცია, მთელი დარბაზი მას უჭერდა მხარს. აღდგენის პრობლემები. ტურნირი დილის 5 საათზე დაიწყო. ძალიან ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა და ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იყო საბრძოლველად. ნახევრად საშუალო წონაში 20 გამარჯვებამდე ასვლა ხომ არ გინდა, თუ ძალიან დიდი ბიჭები არიან. არაუშავს, წონას მოუმატებთ. იანგარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო და მასზე ოდნავ დაბალი ვიყავი. ასე რომ აქ კიდევ დიდხანს ვიქნები. Спасибо, с победой. Спасибо большое. Islam back here. Congratulations on the win. ხაბიბი კუთხეში სულ ნერვიული ჩანს. მაინტერესებს, შენი გუნდელებიდან ვინ ანერვიულებს ხაბიბს ყველაზე მეტად? არის ამოდენიმე ტიპი. მეც ხშირად ვუდგავად კუთხეში ჩვენს მებრძოლებს. ყავს ამოდენიმე ბიჭი, რომლებიც საერთოდ არ გისმენენ. ხანდახან როცა კუთხეში უდგახარ და არ გისმენს, უბრალოდ წამოდგომათ და გასახდელში წასვლა გინდება, რადგან ყურს საერთოდ არ გიგდებენ. ძალიან რთულია ასეთ ხალხთან კუთხეში დგომა, ძალიან ნერვიულობ. თავად ჩხუბი ბევრად ადვილია. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ უბრალოდ გუნდელები კი არა, ძმები ვართ. აი რატომ ასე ძნელი, როცა შენ ძმის კუთხეში დგახარ. სანამ წონას იგლებდი, მთელი ეს დრო შენი გუნდელები შენ თვალწინ ჩიზქეიქებს ჭამდნენ. ახლა როცა წონის დაკლება მოჩა და ტიტულიც ისე მოიგე, გიხარია რომ ბოლოს და ბოლოს შენ შეჭამ. ჯერ კიდევ არ მიჭამია კარგი ჩიზქეიქი. ასე რომ ალი, გთხოვ, ნომერში შეუკვეთე.
Islam right here. ისლამ, გილოცავ დღევანდელ გამარჯვებას. ეს ზედიზედ მე-7 სატიტულო ბრძოლა იყო შენთვის. ისევ მოხსენი ანდერსონ სილვას რეკორდი, გახდი 2 წონის ჩემპიონი და მსოფლიოს ნომერ პირველი pound for pound რეიტინგში. ამ სპორტში ყველაფერს მიაღწია ის მიღწევად შეიძლებოდა. თან დღეს შენი გუნდისთვის მიასე საიუბილეო გამარჯვებას მოიპოვეთ. რა ხდის ამ მომენტებს მაინც ასეთ განსაკუთრებულ შენთვის, რა გაიძულებს წინსვლას? ეს მაინც განსაკუთრებულია, რადგან ჩვენ ისტორიას ვწერთ. ეს აბდულმანაპის მემკვიდრეობა. ეს ყველაფერი ჩვენს დისციპლინაზე, ჩვენ სკოლაზეა. აბდულმანაპ ნურმაგომედოვის სკოლაზე, როგორც უკვე გითხარით. ეს დღეს ან ხვალ არ დამთავრდება. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ MMA და სპორტი იარსებებს. და ბოლოს კიდევ ერთი რამ, შენ და შენი გუნდი დაღესტნიდან ხართ, თუმცა ამ კვირაში პრეს-კონფერენციაზეც და დღესაც ფილადელფიელმა გულშემატკივარმა უზარმაზარი სიყვარული და მხარდაჭერა გამოხატა შენი და შენი ოჯახის მიმართ. The Philly fan base is seeming like they were cheering for you. როგორი გრძნობაა, როცა სულ სხვა კულტურიდან, დაღესტნიდან ჩამოდიხარ და ამერიკულ კულტურაში ასეთ აღიარებას აღწევ. ძალიან კარგია, მაგარია. ამერიკაში ჭუბი მიყვარს, რადგან ბოლო რამოდენიმე ბრძოლაში ვგრძნობ, რომ ხალხი მხარს მიჭერს. უამრავი ფანი მოდის ჩემი ბრძოლების ანახავად. ამიტომ უბრალოდ მადლობა მინდა უთხრა მათ, ძალიან მიყვარს აქ ჭუბი. დიდი მადლობა ისლამ. მადლობა ბიჭებო, უღრმესი მადლობა. Thank you guys.